გამარჯობა ჩემო ძვირფასო YouTube მაყურებელო. მადლობა აქტიურობისთვის და გამოხმაურებებისთვის. სათითაოდ გულწრფელი მადლობა თითოეულ ლაიქს და თითოეულ არხის გამომწევს. ასევე მადლობა მათ, ვინც ამას სწორედ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გააკეთებს. მე კი იზღა დამჩენია მორიგი ქართული ამბები გაგაცნოთ. დიმიტრი ყიფიანის დაწუნებული ქალი. ეს ამბავი უდიდესი ქართველის დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებიდანაა. დიმიტრი თანამებრძოლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული 1832 წლის შეთქმულებაში. როგორც გახსოვთ, რუსეთის წინააღმდეგ დიდი ამბოხი წარუმატებლად დასრულდა და 19 წლის ახალგაზრდა მეამბოხე ვოლოგდაში გადაასახლეს. რა უნდა მექნათ ყეობაშიო იხსენებდა დიმიტრი. ესენი მე დიდხანს არ გამიშვებენ აქედანო და ტყუილად რომ არ ვიყო, მოდი ფრანგულს მაინც ვისწავლიო. ადგა და ფრანგული ისწავლა. აი ეს. მერე შეყვა სწავლა განათლებას და იმდენი მოახერხა ვოლოგდის გუბერნატორთან დაიწყო სამსახური. წარმოიდგინეთ, გადასახლებული პატიმარი სამსახურს იწყებს გუბერნატორის კანცელარიაში. თავისი გამჭრიახობით და ცოდნით ყველა განაცვიფრა და თავი შეაყვარა. ერთხელ დიმიტრი ყიფიანს რაღაც საქმე დაავალა გუბერნატორმა. ჩვენს დიმიტრის ისე კარგად გაუკეთებია მისთვის მინდობილი საქმე, რომ გუბერნატორი აღფრთოვანებულა. დაუბარებია თავისთან და უთქვამს: "ძვირფასო დიმიტრი, იმ ზომამდე კმაყოფილი ვარ, რომ არ ვიცი რითი გადაგიხადო მადლობაო. რომ დაგპირდე წინ წაწევას, უკეთეს ადგილს, მეტ ჯამაგირს, არ ვიქნები მართალი, რადგან შენი ნიჭით, ჭკუით და შრომით უჩემოდაც მიაღწევა. ამიტომ მოდი ისეთი რამე მთხოვე, რასაც უჩემოდ ვერ შეძლებ და აუცილებლად შეგისრულებო. ანუ კარიერულ წინსვლას უჩემოდაც შეძლებ, ეგ არ მთხოვო და სხვა რამე პირადული მთხოვეო." ახლა რა იყო გუბერნატორის ჩანაფიქრი? საქმე ის იყო, რომ გუბერნატორს ყავდა ერთი გაუთხოვარი ქალიშვილი, რომელიც ჩუმად ეტრფოდა დიმიტრის. უყვარდა, ეკურკურებოდა და მამისთვის გაუნდია თავისი გრძნობები. გუბერნატორმა იფიქრა, დიმიტრი ყიფიანსაც მოსწონს, უკეთეს სიძეს სადვიშოვიო და საქმეს შეუდგა. ეგონა ერთი თხოვნის უფლება რომ მივეცი, ჩემი ქალიშვილის ხელს მთხოვსო. დიმიტრი კი მიუახლოვდა გუბერნატორს და სთხოვა, თუ გსურთ ჩემი ბედნიერება, საქართველოში ჩასვლის უფლება მომეცით. სხვანაირად მე ბედნიერი ვერ ვიქნებიო. გუბერნატორს სახე კი მოეღრიცა, მაგრამ რა უნდა ეკრა? სიტყვა ჰქონდა მიცემული. აიზლაზნა, მოემზადა, ჩავიდა პეტერბურგში და იქ აიღო ნებართვა დიმიტრი ყიფიანის საქართველოში ჩამოსვლისა. იმ გოგომ რაქნა არ ვიცი, გათხოვდა, ვერ გათხოვდა. თუ გათხოვდა და გუბერნატორს ის სიძეც მოეწონა, არ მოეწონა. რა გითხრათ აბა? სოკო არახში? ამ ამბავში ნიაზ დიასამიძეზე მოგიყვებით. ოღონდ ამ ნიაზზე არა, ბაბუამისზე. ნიაზის ბაბუა ასევე ნიაზ დიასამიძე, პოეტი, მოქანდაკე და მუსიკათ მცოდნე იყო. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად თბილისის გამორჩეული კოლორიტი გახლდათ. ლეგენდები დადიოდა მის ხუმრობებზე და ზოგადად იუმორის გრძნობაზე. რაც არ უნდა უცნაური იყოს, კოლორიტობის მიღმა ნიაზში დიდი სევდა და დარდი იმალებოდა. სწორედ ამიტომ უყვარდა დალევაც. ნიაზთან ერთად დალევა და დროს ტარებაც საოცარი რამ იყო. ზოგი მასთან ერთად კეიპს ყოველთვის დიდი ტრაბახით იხსენებდა. ისეთებიც იყვნენ, ვისაც ნიაზი ნანახიც არ ყავდათ. მხოლოდ მისი კოლორიტობის ამბავი იცოდნენ და ატყუებდნენ, თითქოს ნიაზს იცნობდნენ და მასთან ერთად ატარებდნენ დროს. ასე თუ ისე, ნიაზ დიასამიძეს ხშირად უწევდა დალევა. ეს ამბავი რა თქმა უნდა ყველაზე მეტად არ მოსწონდა დედას. ბევრი რამე უცდია ცხონებულს ნიაზისთვის დალევა რომ აეკრძალა, თუმცა უშედეგოდ. ნიაზის დედა თურმე ხშირად მიმართავდა როგორც სამედიცინო მეთოდებს, ასევე სახალხო, ექიმბაშურ ხრიკებს. ერთხელ დედას გაუგია, რომ თურმე დალევის შესაზიზღებლად უებარი წამალი იყო სასმელში ჩაყრილი სოკო. ქალბატონი დაურწმუნებიათ, რომ თუ სოკოს არახში ჩაყრიდა და რამდენიმე საათის შემდეგ ამოიღებდა, იმ არყის დამლევ ადამიანს ეს სასმელი სამუდამოდ შესძულდებოდა. დადგა ის დღე, როცა ნიაზის დედას გეგმა სისრულეში უნდა მოეყვანა. ნიაზის სახლში ნასვამი მოსულა, დაწოლილა და დაუძინია. დედასაც მოუმზადებია თავისი ჯადოსნური ელექსირი და დალოდებია დილას. დილით ნაბახუსებზე ნიაზ დიასამიძეს დედამ ის არყიანი ჭიქა მიაწოდა, რომელშიც მთელი ღამე ეყარა სოკო. ნიაზმა დალია, დაიჭყანა, ეუცნაურა გემო და მიხვდა რაშიც იყო საქმე. დედას არაფერი უთხრა. არც კი შეიმჩნია ეს ამბავი. რამდენიმე დღე სპეციალურად არ სვამდა ნიაზი. დედაც ბედნიერი შესცქეროდა ფხიზელ შვილს და იმ წლებზე წყდებოდა გული, როცა ეს მეთოდი არ იცოდა.
ერთ დღესაც ნიას მეგობრები ესტუმრნენ, ჩამოასხეს არაყი და დაილოცეს. ნიაზმა დედის თვალწინ არყის ჭიქა ჩვეულებრივად გამოცალა. არ შეგზიზღდა შვილო, უიმედოდ იკითხა დედამ. ნიაზმა კი უპასუხა, კი დედა შემზიზღდა, სოკო შემზიზღდა. ვაჟა და კრივი. ეს ამბავი ვაჟა ფშაველას და მის უფროს ძმას გიორგის პეტერბურგში გადახდათ. იქ ყოფნის დროს ძმებს თურმე ფული მთლიანად გამოელიათ და მშივრები დადიოდნენ ქუჩაში იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობს შეხვდებოდნენ. ნაცნობის რა გითხრათ, მაგრამ ბიჭებს ერთი გერმანელი სტუდენტი შემოხვდათ, რომელიც მათთან ერთად სწავლობდა სასწავლებელში. ისიც მშიერი ყოფილა და ძმებს ასეთი რამ შესთავაზა. ჩასულიყვნენ ლუდხანაში, სადაც ბილიარდის მაგიდაც იდგა და ეთამაშეთ. ვინც წააგებდა, ბილიარდის ფულიც უნდა გადაეხადა და სადილიც ეკისრებინა. ძმები სიხარულით დასთანხმდნენ, რადგან ჩვენი გენიოსი თურმე საკმაოდ კარგად თამაშობდა ბილიარდს. შესაბამისად, მოგების იმედიც ჰქონდა. დაიწყეს ბილიარდის თამაში და ის მალე ვაჟას დიდი უპირატესობით წარიმართა. გიორგი ამხნევებდა ძმას და უკვე მოგებულ სადილზე ფიქრობდა. გერმანელმა შეხედა, რომ აგებდა და ასეთი ეშმაკობა მოიფიქრა. მოდი, ცოტა ხნით გავალ საპირფარეშოში და მალე დავბრუნდებიო. მიხვდით არა? რა თქმა უნდა, უკან არ დაბრუნებულა. ბილიარდის პატრონმა ძმებ რაზიკაშვილებს ბილიარდის საფასურის გადახდა მოსთხოვა. მაგრამ აბა საიდან გადაიხდიდნენ არა? ბიჭებმა ზრდილობიანად აუხსნეს მეპატრონეს თუ რა მოხდა. მაგრამ მას სულაც არ ადარდებდა ეს. თუ მაინც და მაინც გირაო, გიორგის ქუდი ჩადეთო. უქუდოთ ახლა მაშინდელ დროში ქართველი რასივლიდა არა? უარი უთხრეს, რაზეც მეპატრონე გაბრაზდა. მას ვიღაცები წამოეკომაგნენ და გიორგისკენ გაიწიეს. ამის შემხედვარე ვაჟამ იქ ამბავიათ, ეხა სულ ბუხსა და მტვერში გახვია იქაურობა. ვაჟას ძმაც ეხმარებოდა და თან ამხნევებდა, დაკარიკაო, ლუკარიკაო, ძმაის ჭირიმეო. იცით, რამდენი კაცი ეჩხუბებოდა ძმებს? 30. 30 მაინც იქნებოდნენო და ვაჟამ ყველა მათგანი ერთი მეორეზე უარესად დააბოჭა. ბოლოს კი საქმეში ბოქაული ჩაერთო და რომ გაარკვია რაც მოხდა, თურმე რამდენჯერმე იკითხა, მართლა მარტო ეს ორნი იყვნენ? ბოლოს რომ დარწმუნდა ორმა კაცმა 30-ის სცემა, დაუშვა ბიჭები და იმათ საყვედური უთხრა, ორმა კაცმა ამდენი რანაირად გცემოთ. რა იცოდა ბოქაულმა, რომ ვაჟა ფშაველა საოცარი მოკრივე იყო და ბევრს ვარჯიშობდა. ტოლს არ უდებდა არავის. ამბიდან ერთი თვის შემდეგ ერთი ბიჭი შეხვედრია გიორგის და უკითხავს, ის მეორე ვინ იყო? ბოქსიორი კაცი ვარ, ევროპა მაქვს მოვლილი და იმან ისეთი დამარტყა, 3 დღე ლოგინიდან ვერ დგებოდა. გაოგნებული კლაუს ბრანდაუერი. ცნობილი ავსტრიელი მსახიობი კლაუს ბრანდაუერი უმეტესობამ ვიცით. მას მრავალ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა უმრავლესობას გვახსოვს ჯეიმს ბონდის სერიიდან აღარასოდეს თქვა არასოდეს. კლაუსი ასევე ცნობილი რეჟისორიცაა და საკმაოდ წარმატებულიც. ხოდა ეს კაი კაცი ერთხელაც საქართველოს ეწვია. რა თქმა უნდა, დახვედრის დღესვე უამრავი პატივისცეს, კარგადაც ავახშმეს და დააცინეს. მეორე დღიდან სტუმარმა მოგზაურობა დაიწყო საქართველოში. რადგან კლაუს დალევად საკმაოდ უყვარდა, მას პინძლებს ბევრი არ უფიქრიათ და მეგზურად დიდი მსმელი, მომხენი და საყვარელი კაცი ზურაბ ქაფიანიძე მიაბარეს. მისია არც ერთი ზღვიძლისთვის არ იყო მარტივი. სტუმარს ბევრი დრო არ ქონდა, ამიტომ ზურაბ ქაფიანიძეს და კლაუს ბრანდაუერს საქართველოს კუთხეები რამდენიმე დღეში უნდა მოევლოთ. წარმოედგინეთ, ზურაბ ქაფიანიძესთან ერთად საქართველოში სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობთ. რა ჯობია რა? სტუმარსაც ნამდვილი მეფური დღეები ელოდა. სადაც არ უნდა მისულიყვნენ, გაიშლებოდა თვალწარმტაცი ზღაპრული სუფრა. მასპინძლებიც გულში იკრავდნენ საყვარელ სტუმრებს, ზურაბსაც და კლაუსაც. ამ ვოიაჟს ერთი უცნაურობა ახლდა თან. ყოველი ასეთი არაჩვეულებრივი მასპინძლობისას სტუმარი მიუბრუნდებოდა ქაფიანიძეს და აქებდა, ოჩახ ზურაბ, ოჩახ. ერთხელაც დაინტერესდა ზურაბი, რას მაქებ მე რა შუაში ვარო. კლაუს უთქვამს, იმიტომ გაქებ, რომ ასე მოკლე დროში ამდენი რამე დაგიორგანიზებია და შეგითანხმებია, მართლაც აღფრთოვანებული ვარ. რა შემითანხმებია, ამ ხალხს პირველად ხედავ, გაგიჟებულა ზურაბ ქაფიანიძე. შანსი არ არისო, ვერაფრით იჯერებდა სტუმარი. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ წინასწარ ცოდნის და მომზადების გარეშე მასპინძლებს იმპროვიზაციით მოემზადებინათ უამრავი კერძი უსწრაფესად და გამასპინძლებოდნენ სტუმრებს.
თურმე ვერაფრით ვერ დააჯერეს სტუმარი, რომ ეს საქართველოში რამე სასწაული კი არა, ელემენტარული რამეა და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლიათ ოჯახებს. ჩაფიქრებულა სტუმარი ნანახი და ასეთი რამე მოუფიქრებია. კახეთიდან რომ მოდიოდნენ, გომბორზე სტუმარს გადმოუხედავს, ახლო-მახლო დასახლება ვერ დაუნახავს და ზურაბისთვის უთხოვია მანქანა გავაჩეროთ, აი აქ მინდა დავევა. კი გააჩერეს მანქანა, მაგრამ რა გინდა რომ ქნა არა? ბედად ვიღაც უცნობი გლეხი კაცი მოდიოდა. ღვინო მოქონდა თბილისში გასაყიდად. შუა გზაზე გადაუდგა ქაფიანიძე. შენი ჭირიმე იქნებ ღვინო მომყიდო. გლეხმაც იცნო ქაფიანიძე და რას ქვია მოყიდო, სასწრაფოდ ჭურჭელი მოიტანე, ისე გაგატანო. დაუგნებულა სტუმარი. აქ მაინც როგორ დაგეგმევა. ბოლო შეხვედრა გაფრენამდე თბილისში მოუწყვეს სტუმარს. უცებ ოთახში მერცხალი შემოფრენილა. წრეზე შეიფრთხიალა და უკან გაფრინდა. ყველამ ყურადღება მიაქცია ამ ამბავს კლაუსის გარდა. ეგ ზურაბ ქაფიანიძის დადგმული იქნება. დღეისათვის ეს ამბები გქონდა. ერთ კვირაში სულ სხვა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. ამიტომ გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ყოველდღე ვამოწმებ და ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მახარებს მომატებული რიცხვები. დროებით.